მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. ბედნიერ დღეს გისურვებთ პირველ რიგში. იმედია ყველანი კარგად ხართ, ყველაფერი კარგად გაქვთ და აი ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა. წინა გაშლაზე, ხო? ორ ვარიანტზე გავაკეთე, უნდა ამოგერჩიათ პირველი, მეორე ან გეყურებინათ ორივესთვის. დანარჩენი ეხა თქვენი ანალიტიკური აზროვნების შედეგია, ანუ გინდა პირველი, გინდა მეორე, რომელიც უფრო ახლოს დგას. გაშლა არის პირადზე, ადამიანზე, მომივიდა კითხვები და ამიტომ უყურადღებოთ არ დაგტოვებთ ყოველთვის, როცა მწერთ კომენტარებს, მადლობა თქვენ და კითხვები გაინტერესებთ, ვცდილობ ხოლმე, რომ ყველას გიპასუხოთ, საჯარო გაშლაა. მოკლედ, ეხლა ვაგრძელებ მეორე ვარიანტზე, დავდებ ვიდეოს, მადლობას გიხდით კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, პირადში ვინც მწერთ ყველას, ანუ დიდი მადლობა ნდობისთვის და ყურებისთვის და დავიწყეთ. მეორე ვარიანტია, ჩაიფიქრეთ ადამიანი სად არის და როგორ არის, რა ენერგიებშია. პიროვნება, ხო? სად არის, როგორ არის, რა ენერგიებშია. რა მდგომარეობაშია, რას გრძნობს, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი, თუ არის შანსი, რომ გადადგას სერიოზული ნაბიჯი მოქმედების და იქნება კიდე აი ესეთი რჩევა მინიშნება ბრუნებისგან თქვენთვის ამ ადამიანთან დაკავშირებით. არის როგორ არის რა მდგომარეობაში. ასე ამოდის, ნახეთ, ეხლა ემოციური ფონი აქვს ამ ადამიანს, გრძნობა ნამდვილად აქვს, მაგრამ აი მხედარია რა, მხედარი, ასე ვთქვათ, იგივე შეიძლება ითქვას ადამიანი, რომელიც ანუ განიცდის აი ამ ეიფორიას და სიყვარულისთვის მზად არის, ხო? კავალერია, ესე ამოდის. რა მდგომარეობაშია და დაფარულია მისი სიტუაცია, არ ვიცი რატო, ან თვითონ მალავს, ან არ გამოდის, ან რაღაც, ანუ ნახეთ, დაფარულში დგას. ან თქვენთან მიმართებაში დაფარულში დგას. ეხლა ბევრი რამე შემიძლია ვთქვა, უბრალოდ ეს არის საჯარო გაშლა, როცა ვიცი ადამიანის სახელი კონკრეტულად, ხო, რომ ვეკითხები, მერე უკვე, ანუ ფაქტიურად პასუხობენ, ხო? ეს არის კოლექტიური ენერგოსაინფორმაციო წყარო, საიდანაც ვიგებთ. და ასე ზოგადად ეხა ასეც ხდება, რა თქმა უნდა, ინტუიციურად, მაგრამ დეტალურად შეიძლება არ გამოვიდეს, ამიტომ დაფარულშია, რას გრძნობს, რას ფიქრობს, რას განიცდის. ანუ გრძნობა, ნახეთ როგორი აქვს, არეულია, ფსიქოემოციონალური მდგომარეობა აქვს. მე ვერ გეტყვით, რომ ეს ადამიანი ახლა ბედნიერია, არა, აქაც დაფარული განცდები. ანუ იმ განცდებს, იმ ემოციებს, რაც აკავშირებს თქვენთან მიმართებაში, ეს ადამიანი რატომღაც ფარავს, მალავს და თვითონაც ფსიქოემოციონალური ფონი აქვს. ასევე ამოდის, რომ უნდა ძალიან ცივი გონებით, რომ უყუროს ამ მოვლენებს, ანუ თქვენთან მიმართებაში, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ რომ შეეპარა სიყვარული. ნახეთ, გულში შემოეპარა. რაც შეეხება, ანუ აი ესეთი რჩევა ამოდის, რომ მიმართეთო თქვენ მფარველებსო. იმიტომ რომ ამ ადამიანს ნამდვილად ვნება აქვს თქვენს მიმართ. თქვენ არ ახართ ის ადამიანი, რომ არ აღელვებდეთ, აღელვებს, ანუ თქვენი დანახვა, თქვენთან ურთიერთობა და უჩნდება გრძნობა. რის გამოც ეს ადამიანი ფარავს ამას და არ უნდა რომ გრძნობა გაუჩნდეს, არ უნდა რომ დამოკიდებულება გაუჩნდეს, იმიტომ რომ აი თავისუფალი მხედარი რაინდი, აი ესეთი უნდა რომ იყოს, მაგრამ და ცივი გონებით უყურებდეს მოვლენებს, მაგრამ არ გამოსდის, ამიტომ რახანა მოვიდა ის, რომ სიყვარული უკვე, ანუ შეინიშნება მასში, თქვენთან მიმართებაში, ამიტომ თქვენ მფარველებს მიმართეთ და ანუ ეს არის ღმერთებთან საუბარი, კომუნიკაცია, ანუ რას ნიშნავს, რომ ანუ
უნდა ითხოვოთ თქვენი სახელით კი არა, ანუ უნდა ითხოვოთ ასე, თუ ეს ადამიანი და მე ერთად გვიწერია ყოფნა ჩვენ, მაშინ ისე მომიგვარეთ სიტუაცია ამ ადამიანთან, რომ ესე გამემარტივდეს და ეს მოვლენები, რაც ანუ ქაოსურია, ხო და გაურკვეველია, დაფარულია ამ ადამიანისგან, რომ ესე იგი მე მივიღო მინიშნება, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ამ ადამიანს აქვს გრძნობა, იწვის ეს ადამიანი, ბნება აქვს თქვენს მიმართ, რაზეც ეხლა ანუ ამის დრო არ მაქვს თავისთავს ეუბნება. არ მაქვს ეხლა ამის დრო. მაშინ ვნახოთ, აბა თქვენთვის რჩევა რა იქნება? ვინც ეხლა ეს ადამიანი ჩაიფიქრა, მეორე პოზიციაა, ხო? რა იქნება თქვენთვის რჩევა? წინააღმდეგობები და დაბრკოლებები გაქვთ ამ ადამიანთან. ეს ეხება ურთიერთ კავშირს, ოჯახის შექმნას, ერთად ყოფნას, პარტნიორობას და აქ რაღაცა არის პრობლემა, შეიძლება ამ ადამიანს ოჯახი ყავს, ან პარტნიორი ყავდა ყოფილი, იმიტომ როგორც იმპერატორი ისე ამოდის, ან ოჯახია უარზე, ან რაღაცა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს საჯარო გაშლაა და ვარიანტები ბევრი შეიძლება ეხლა მე ჩამოვთვალო, თქვენ თვითონ ხვდებით, ხო, თქვენ სიტუაციიდან გამომდინარე, იფიქრეთ რა და წასვლა უნდა წარსულიდან ამ ადამიანს, ანუ ის რაღაც წარსული ცხოვრება, წარსული პარტნიორი, წარსული ადამიანი, ან შეიძლება გაშორებულიც არის ოჯახს, მაგრამ თავს ვერ აღწევს რაღაც ვალდებულებებს, მოვალეობებს, რაღაცებს და ამიდან უნდა რომ განთავისუფლდეს. ამიტომ წინააღმდეგობა ამოდის, ანუ ნახეთ და წასვლა, განთავისუფლება, ანუ მთლიანობაში ამ ადამიანისგან, მაგრამ ვერ ახერხებს. ამიტომ თქვენ გიყურებთ როგორც მიუწვდომელს, ანუ მას ის რესურსი არ გააჩნია ეხლა, რომ თქვენ თქვათ, იგივე ხელი გთხოვოთ და ანუ ერთად ვიყოთ, თუნდაც, ხა მარტო ხელის თხოვნა ხო არ არის და ოფიციალურად დაქორწინებაზე ხო არ არის საუბარი, შეიძლება ისე იყოთ ერთად, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნია, რატომ? იმიტომ რომ აქ მოვალეობა, პასუხისმგებლობა ოჯახთან მიმართებაში რაც ამოსდის, ქალი არ ამოდის სხვა, დაწყნარდით, მაგრამ რაღაც სიტუაცია, გარემოება, ვითარება, რაც უშლის ხელს, მაგრამ ეს ანუ შეუძლია ამის გადალახვა. შეუძლია, იმიტომ რომ თვითონაც წარსული უნდა რომ დაივიწყოს და გამოვიდეს წარსულიდან და მაინც აბა თქვენთან მიმართებაში თუ გადადგავს რამე სერიოზულ კონკრეტულ ნაბიჯს, დავეკითხოთ, ჩემო კარგებო. ვინც დაინტერესებული ხართ ამ თემით. სტაგნაციიდან გამოსვლა გამოდის, კი არის დაბრკოლება, წინააღმდეგობა, მაგრამ ბრძოლა უნდა და ჯერ არა, მაგრამ ძალიან მალე უახლოეს მომავალს შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან შორს მე არ ვშლი და იცით როგორ იცვლება ყველაფერი, ახლა 2 წელი და 10 წელი, ანუ კარტი ამას ვერ გათვლის. ამოდის ზეიმი, ანუ ამოდის გამარჯვება, ამოდის სიხარული, მაგრამ რაც მთავარია, პროცესი დაძრულია, ანუ იმ სტაგნაციიდან რო იყო გაჩერება, უკვე გამოსული, ამოყირავებული ამოდის ეს კარტი, სტაგნაცია, ანუ გაჩერება, ხო, რაღაცა რო გაუჩერდება ადამიანს და არც იქით არის, არც აქეთ არის და რო ვერაფერს ვერ ახერხებს, აქედან გამოსვლა უკვე დაიწყო, მაგრამ აქ წინააღმდეგობები, გადასალახი, ეს მისი, ანუ კარმა, მისი ცხოვრებაა რა. და ამას გააკეთებს, იმიტომ რომ ბოლოს ესეთი ზეიმი მოდის, ხო? ამიტომ დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. თქვენზეც რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული, მაგრამ თუ ეხლა არ გამოდის კონტაქტზე, ან რაღაცა დაბრკოლება, ან არ ჩანს, ხო? გამოვიდა, რომ აგერ დაფარულშია. ანუ აქ პრობლემა ოჯახთან მიმართებაში, რაღაც სიტუაციაში. ამიტომ დაელოდეთ, ჩემო კარგებო, თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, თუ კიდე გექნებათ რამე კითხვები, აგერ ვარ და მომწერეთ და გაგიშლით
და აბა თქვენიც დროებით და წარმატებას გისურვებთ.